ფარცხალაძე ხო კლასიკური მაგალითი არის, როგორი ევროპი არიან ქოცები რა. ფარცხალაძეს აპრავებდნენ, მუდმივად ფარცხალაძე ცუდი არ უთქვამთ არასდროს. ჩვენ რომ ამბობთ რომ ეს არის რაღაცა კგბ-ს აგენტი 2018 წლიდან მიდის ამაზე ლაპარაკი, ისინი ამბობდნენ რომ კარგით ეხა ეს ტყუილია, ესია, ისია და ნუ უკვე 2025 წელს დადგა ეგრეალობა რომ აი აგერ აღლუმი ჩაიბარა რუსეთში ფაქტობრივად ბოტასების ქურდობიდან რომ მე პროკურორი გენერალური პროკურორი გახდა და მე უკვე რუსეთ საქართველოს შორის ფაქტობრივად არაფორმალური მოლაპარაკებელი იყო ამას ნიჭი ჭირდება ფარცხალაძესთან რომ და მის გარშემო ადამიანებს უმუშავია ის ადამიანები ჩემი აზრით ყველა არის ეჭვმიტანილი რაღაცნაირად მაგრამ და თია წულუკიანი თანამშრომლობდა წლების განმავლობაში ფარცხალაძესთან ანუ კგბ-ს აგენტი და კონკრეტულ ინფორმაციას თვლიდნენ ამ კაცსაც სახელმწიფო ასე ვთქვათ საიდუმლოებაზე ხელი მიუწვდებოდა მეტიც კონკრეტული პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ საქმეები აქვს შეთითხმული ფაქტობრივი პირობითად რომა შამათავად გაგრძელებული პრეზიდენტ სააკაშვილი და სხვაები ის ჩეკერილი საქმეები დღესაც იჭერენ არა ხალხს მოხდილია კაცო მოიხადა 8 9 და 10 წელი კგბ-ს აგენტის მიერ დაწერილი ბრალი პროკურორი იყო კაცო მაშინ კონკრეტულ ადამიანს უნდა ესმოდეთ რომ აი ხა ფარცხალაძე აგენტი მერაშუაშია და პროკურატურაში რო ხალხია დღეს პროკურორი მოადგილე ეს ხალხი ვინც ითვლება ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილ პირებად ხა ეს სახელმწიფო სამსახურში ამათი დატოვება და გაკარება ნიშნავს რუსული აგენტურული ქსელის გაგრძელება საქართველოში